მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ალბათ ღირს რომ გახსნილად გამოვაცხადოთ, დავიწყოთ იმ თემაზე საუბარი, რომელიც ჩანიშნული გქონდა. თემა არის ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, ეს არის მეგობრობა. და ჩვენმა ძვირფასმა მამა გიორგიმ სახარებისეულის სიტყვები მოიშველია დღევანდელი თემის აქცენტირებისთვის, რომ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, ჩემს მეგობრებს გიწოდებთ. და მართლაც თუ ვინმე იკავებს ადამიანის ცხოვრებაში დიდ ადგილს, თუ ვინმე ადამიანის ცხოვრებაში ზეგავლენის მოხდენის უნარის მქონე არის, ეს ხშირად არიან ის ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რომლებსაც ჩვენ საერთო სახელით, გაერთიანებული სახელით მეგობრებად ვიხსენიებთ. ალბათ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი იმაზე, თუ ვინ არიან მეგობრები და რა არის ნამდვილი მეგობრობა. თუმცა ჩვენთვის ალბათ დღევანდელი საუბრის ორიენტირი უნდა იყოს ის, რომ აღნიშნოთ სახარებისეული ხედვა როგორია მეგობრობისა და მიზანი რა არის მეგობრობის. იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი ქმედება, რომელსაც თავისი რაღაცა შედეგი არ მოყვება, თავისი მიზანი არ აქვს. ვერც ერთ გზას ვერ დავადგებით, თუ არ ვიცით ამ გზამ სად უნდა მიგვიყვანოს. შეიძლება რაღაცა ჩვენ შეგვეშალოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ადამიანი ასეა მოწყობილი, რომ იგი სადღაც მიდის, რომელიღაცა მიმართულებით მოძრაობას იწყებს იმიტომ, რომ აპირებს აქა და აქ მივიდეს, ამას და ამას მიაღწიოს. ანუ ყოველთვის გარკვეული მისამართი გვაქვს ჩვენს თავში. გარკვეული წარმოსახვა, გარკვეული მოდელი. და ეს მოდელი როგორი გვაქვს ჩვენს გონებაში, ჩვენს წარმოსახვაში, ოცნებაში თუ ქვეცნობიერში, ეს შეიძლება იყოს ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული. ეს შეიძლება აღზრდამ განაპირობოს, რომ ადამიანს ესეთი და ესეთი რომელიღაც ხედვა ჩამოუყალიბდა რაღაცასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული პირად რაღაც ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. შეიძლება დამოკიდებული იყოს რაღაცა ერთ ფაქტზე, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა და რომელმაც განსაზღვრა მთლიანად ადამიანის რაღაცა მიმართულებით ხედვა, ადამიანის დამოკიდებულება, იმიტომ რომ პირველი ალბათ რაც ნებისმიერ თემაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ადამიანი არის ძალიან დიდი არსება. თუკი ყველა სწავლა, მოძღვრება, ფილოსოფია განიხილავს ადამიანს როგორც მიკროკოსმოსს, მაკროკოსმოსში, ანუ პატარა სამყაროს დიდ სამყაროში, ქრისტიანობა, ანუ თუნდაც იმ სხვა რელიგიებში ადამიანი ცალკე აღებული ერთი პიროვნება მაინც მთელ სამყაროდ იწოდება, ქრისტიანობა ამას კიდევ უფრო ფართო თვალით უყურებს და ქრისტიანობა ამბობს, რომ ადამიანის მოცულობის ზომა წონის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი არის მაკროკოსმოსი, ანუ უფრო დიდი სამყარო, რომელიც იმყოფება თავისზე უფრო პატარა სამყაროში, ანუ მაკროკოსმოსში. ანუ ჩვენი გარემომცველი სამყარო მისი უზარმაზარი მასშტაბების მიუხედავად ადამიანის მნიშვნელობასთან შედარებით არის პატარა. და ამას რა თვალსაზრისით ვამბობთ? პირველ რიგში ვამბობთ ადამიანის შინაგანი სულიერი მოცულობის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ადამიანი იწოდება ტაძრად და წმინდა პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ადამიანი თქვენ ტაძარნი ხართ სული წმინდისა, ანუ თურმე ადამიანში შეიძლება დაეტიოს სული წმინდა და ეს რა თქმა უნდა ადამიანის სულის ძალიან დიდ მოცულობას ლიტრაჟობით ვერ გავზომოთ ჩვენ ამას, მაგრამ ანუ ადამიანის დიდი დატევნის უნარს გვაუწყებს. ადამიანი რომ ძალიან დიდია, ამას ჩვენ ვიგებთ ბიბლიის დასაწყისიდანვე, როდესაც ღმერთი ამბობს, რომ ადამიანს ქმნის საკუთარ ხატად და მსგავსად, ანუ დიდია ადამიანი, ღმერთის მსგავსია და იგი არ უნდა იყოს პატარა, არ უნდა დაიპატარავოს, დაიმციროს, დაიმეწვრილმანოს თავი. გარდა ამისა, ადამიანის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც თუ ვინ არის მისი მტერი. ჩვენ ვიცით არა ძალიან კარგად ესეთი გაგვიგონია ყველას მცირე ასაკიდან გამოთქმა
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. და ახლა ამ გამოთქმის განხილვას არ შევუდგები, ჩვენ გვაქვს ამისი საპირისპირო გამოთქმაც. მითხარი ვინ არის შენი მტერი და მე გეტყვი ვინ ხარ შენ. ანუ რამხელა ადამიანთან თუ რამხელა პრობლემასთან თუ რამხელა საკითხთან ხარ შენ შეჭიდებული, ამის მიხედვით მე გეტყვი შენ ვინ ხარ. რამხელა საზრუნავი გაქვს შენს თავზე აღებული, რამხელა ჯვარი გაქვს შენ ასე ვთქვათ შენ თავზე აღებული, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი უბრალოდ ვერც კი ხვდებოდეს რაღაცას და იყოს იქვე მეორე ადამიანი, რომელიც იაზრებდეს უამრავ საფრთხეს თუნდაც, რომელიც ყოველდღიურობაში არსებობს და თავისი ფართო ხედვით განცდით ცდილობდეს, რომ ეს საკითხები, რა თქმა უნდა, დაარეგულიროს სწორად და აიცილოს ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება ხვალ ზეგ თუ მომავალში ადამიანს შეხვდეს. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ადამიანმა იცოდეს, ახლა არ მინდა ძალიან შორს დავცილდე ჩვენ დღის საუბრის ძირითად თემას, მინდა რაღაც გარკვეულ დეტალებს შევეხო უბრალოდ და ანუ ადამიანი პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ არის ძალიან დიდი არსება. ანუ ადამიანი თვითონ არის დიდი სამყარო, თუნდაც მცირე სამყარო, მაგრამ სამყარო, უკვე ეს ფრაზა და ეს სიტყვა ძალიან ხმამაღლა და მრავლის მთქმელად ჟღერს და მით უმეტეს ქრისტიანული თვალსაზრისით, როდესაც ადამიანი არის თავად მაკრო სამყარო, ანუ დიდი სამყარო, მიკრო სამყაროში, პატარა სამყაროში. რადგანაც კიდევ ერთი რითაც ჩვენ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ ადამიანის პირად ღირსებას არის ის, რომ ადამიანი, აი რაც ჩვენ ქრისტიანებს ყოველდღიურობაში კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ადამიანს აქვს უფლება ეზიაროს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს. ამისი უფლება არა აქვთ თავად ანგელოზებს. ამას წმინდა ომები უსვამენ ხაზს. ადამიანს უფლება აქვს წიროს, ანუ უსისხლო მსხვერპლის შესწიროს ღმერთს და ადამიანის მღვდლის ჩატარებული ღვთისმსახურების განმავლობაში პური და ღვინო, რომელსაც ჩვენ წირავთ, გადაიქცეს ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად. ანუ ამისი უფლებამოსილებაც ანგელოზებსაც კი არა აქვთ, თუნდაც ყველაზე უფრო დიდ და აღმატებულ ანგელოზებს, სერაფიმებს, ქერუფიმებს, საღდრებს და ასე შემდეგ. ანუ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი რამ მიცემული ისეთი, რაც მხოლოდ ადამიანისაა და არავის სხვისი. და ამიტომაც ადამიანის ღირსება ქრისტიანობისათვის არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან ხშირად ჩვენ გვესმის ხოლმე გაკილვა და ესეთი პრეტენზია ქრისტიანობის მიმართ, რომ თქვენ მუდმივად ამცირებთ ადამიანს, თქვენ მუდმივად ადამიანს ამყოფებთ ბრალდებულის მდგომარეობაში, რომ თურმე ადამიანი სულ რაღაცაში დამნაშავეა, სულ რაღაცას ცოდვას ჩადის, თურმე ადამიანი არის ძალიან სუსტი, უბადრუკი, არაფრის მომცემი და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ყოველთვის საუბარი არის იმაზე, რომ ადამიანს ესე იგი მთლიანობაში თუ შევხედოთ, ესე იგი ადამიანს არ ესმის აბსოლუტურად ქრისტიანობის საფუძვლები და ქრისტიანობის არსი. ის რომ ადამიანი სწორედ ქრისტიანობაში არის ყველაზე მეტად დიდი ღირსებისა და პატივის მქონედ მიჩნეული, ამისი თავი და თავი დამადასტურებელი არის ის, რომ სწორედ ჩვენი გულისთვის მოდის ქრისტე ღმერთი ამ სამყაროში, ჩვენი გულისთვის იბადება, იმდაბლებს თავს, ცხოვრობს ჩვენ შორის და არა სხვა არსებებს შორის, მოდის ადამიანის სახით და განკაცებული ღმერთი შემდგომში ჩვენი გულისთვის ეკრება ჯვარს. არა ანგელოზებისთვის, არა მთებისთვის, ზღვებისთვის, პლანეტებისთვის, არამედ მხოლოდ ადამიანისთვის. ანუ ადამიანი თუ ისევ ერთ ძველ გამოთქმას დავესესხებით, ადამიანი ძალიან ამაყად ჟღერს, ადამიანი ძალიან დიდი არსებაა. მე მინდა გავიხსენო, მცირე გადახვევა გავაკეთო, იყო ესეთი ძალიან საინტერესო სასულიერო პირი, რომინელი წარმოშობით, რომინელი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ცხოვრობდა, მამა გეორგი კალჩუ და მას აქვს ესეთი არაჩვეულებრივი შედარება. მაშინდელი რომინეთი იყო ეგრეთ წოდებული ვარშავის პაქტის ქვეყნების შემადგენლობაში და რა თქმა უნდა, ერთადერთი დასაშვებიდან მიღებული სახელმწიფოებრივ დონეზე იდეოლოგია იყო სწავლება
სახეობათა წარმოშობის შესახებ, რომელსაც ჩვენ შინაურულად, ასე ვთქვათ, დარვინის თეორიის სახელით ვიცნობთ. ანუ სწავლება იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არსებობს და ადამიანი წარმოიშვა სახეობათა გარდაქმნის და ჩამოყალიბების და ევოლუციის შედეგად მაიმუნის, რომელიღაცა, წვრილმცხვირიანი მაიმუნის შტოდან. ხო? და ეს მამა გეორგი კალჩუ, რომელიც ნატანჯი ნაწვალები კაცი იყო, სვამს ძალიან საინტერესო და ალბათ თავისი სიმარტავით დიდებულ გენიალურ ლოგიკურ კითხვას, რომ იგი არსაუბრობს უამრავ თეთრ ლაქაზე, რომელიც რა თქმა უნდა ამ თეორიას გააჩნდა და გააჩნია და ვლინდება. იგი სვამს ასეთ კითხვას, კაცო, გვაჯერებენო, რომ მაიმუნისგან წარმოვიშვითო და გვთხოვენო, რომ ადამიანურად მოიქცეთ. ხო და რატო? იმიტომ რომ ყველაფერი ჭირდება, რა თქმა უნდა, ეს მთლიანობის განცდა და დანახვა. თუ ადამიანს მიაჩნია, რომ იგი თქვათ აი რაღაც პაპაჩემი იყო მაიმუნი, მე გარდამავალი სახეობა ვარ და ჩემი შვილიშვილი ხეზე იცხოვრებს, გაფრინდება თუ წყალში წავა, არავინ არ იცის, რა თქმა უნდა, ყველანაირი მიზეზი, ღირსება, საყრდენი და ამ შემდეგ ეცლება ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას, ჩვენს მორალს, ჩვენს ყოველდღიურობას და იმ ურთიერთობის გამყარებულ კანონებს, რომელიც ჩვენ ცხოვრებას არეგულირებს და განსაზღვრებს. და ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ვიღაცა ვიღაცის მეგობარი არის, რას ნიშნავს ეს დაუცველი სიტყვა მეგობარი, რომელიც ბევრნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ყველა სხვანაირად ესმის. და ყველა თავისი რაღაც ჩადებული მოდელის მიხედვით საზღვრავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა. არა და ყოველი ორი ადამიანის პირადი ურთიერთობა ყოველთვის არის, შეიძლება ითქვას, უნიკალური რამ და ამიტომ ჩვენ სხვათა შორის აი წირვის დროს ქრისტიანებს ეს ბევრჯერ ექნებათ, რა თქმა უნდა, შემჩნეული და ჩვენთვის ძალიან ნაცნობი სიტუაცია. წირვის დროს ქრისტიანები ერთმანეთს რაღაც მომენტში ვეუბნებით, რომ ქრისტე არის ჩვენს შორის. ანუ ის, რომ ჩემსა და შენ შორის, ანუ ორი ადამიანის ურთიერთობაში, აქ ჩვენ შორის დგას ქრისტე. მესამე ყოველთვის არის ქრისტე. ეს მესამე, იმიტომ რომ ის არის ჩვენი რეალურად საყრდენი და ქრისტეს გავლით თუ კი ურთიერთობს ადამიანი ადამიანთან, ანუ თუ ისე ფსალმუნის, ძველი აღთქმისა და ზოგადად წმინდა წერილის სიტყვებსა და სწავლებას და რჯულს დავესესხებით, ვნახავთ, რომ მხოლოდ ღვთის წინაშე ხდება მიტევება და განწმენდა ნებისმიერი ცოდვისაგან. და დავინახავთ იმასაც, რომ ადამიანი ყოველთვის რაღაცა სიბინძურეს, ასე ვთქვათ, ყოველთვის შეძლებს რაღაცა სიგლახე, სიბინძურე გამოავლინოს. მაგრამ როდესაც აი ამ ურთიერთობაში მაცხოვარი ფილტრავს და როგორც წმინდა წერილი გვაუწყებს, ადამიანის ფიქრებში არის ღმერთი, ანუ ფსალმუნებში ესეთ სიტყვები, რომ მათ ფიქრებში ღმერთი არ იყო და ისინი წარწყმდნენ, ნაცრად იქცნენ და ასე შემდეგ. აი რაღაც ეს მომენტია, რომ როდესაც ადამიანი სანამ მეორე ადამიანს შეეხება, იგი ფიქრობს, რომ მე ამ ჩემი სიტყვით, საქმით, შეთავაზებით წინ რა ვიცი, ნებისმიერ როგორც ვეხებით მეორე ადამიანს, რას მოვუტან მას, რა თქმა უნდა ეს და იქნება თუ არა ეს ღმერთის მოსაწონი, ეს რა თქმა უნდა ფილტრავს ადამიანის ქმედებებსა და საქციელებს. როდესაც ადამიანი ვიდრე რაღაცას გააკეთებს, ფიქრობს, ჩემ ადგილას რას გააკეთებდა ღმერთი. აი ქრისტე მაცხოვარი ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, საით მიბიძგა. რა თქმა უნდა, ამ ფიქრს აქვს თავისი საფრთხეებიც, რომ ადამიანი ჩავარდეს შეიძლება ძალიან დიდ ხიბლში, ფაქტობრივად ღმერთს დაუწყოს ანუ თავის თავში ჩვენ საოცარი გონება გვაქვს, ჩვენ წარმოვისახოთ ისე, რომ რაც ჩვენ თავში მოგვივიდა, ჩვენთვის სასურველი ღმერთისთვისაც სასურველად და მისაღებად გამოვაცხადოთ, ამას რა თქმა უნდა თავისი საფრთხეები აქვს და ძალიან დიდი და სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ადამიანი იყოს ყოველთვის შინაგანად თავისუფალი, მიუკერძოებელი, სწორი, ჯანმრთელი, აღმადგინებელი სინანულის მქონე, რომ ხიბლსა და ამპარტავნებაში არ ჩავარდეს და რეალურ შედეგზე, კეთილი ნაყოფის გამოღებაზე ორიენტირებული. მეგობრობა არის
ალბათ ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფორმა. ჩვენ ახალ აღთქმაში გვაქვს რამდენჯერმე თითქმის 30 ჯერ ნახსენებია პირდაპირ სიტყვა მეგობრობა და ყოველთვის ეს სიტყვა დადებით კონტექსტშია ფაქტობრივად ნახმარი. 1-2 გაკილვისა და შეგონების გარდა, როდესაც თქვა თქვენ მეგობარი ეშმაკისანი ან რაღაც ბოროტისანი ხართ. სხვა შემთხვევებში მეგობარი ყოველთვის ძალიან ახლობლის, ძალიან სანდოს დასაყრდენის, მზრუნველის, საიმედოს და ესეთი პიროვნების გამომხატველი არის. ვინ არის მეგობარი? ქართულში ყველაზე მეტად კარგად მოგეხსენებათ, გავრცელებულია ესეთი ვერსია, რომ მეგობარი არის ის, ვისთან ერთადაც ერთი გობიდან უჭამია ადამიანს. თუმცა შეიძლება ერთი ლუკმა ერთი თეფში ბევრგან გაიყონ ადამიანებმა, მაგრამ ისინი ვერ იყონ მეგობრები. ცალკე პრობლემაა, როდესაც ადამიანები ძალით ცდილობენ დამეგობრებას და ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ არ უნდა დავიწყოთ ის, რომ ყოველი ურთიერთობის უკან დგანან კონკრეტული პიროვნებები. და ამიტომაც რამდენადაც სიყვარულს და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ურთიერთობა სიყვარულზე იყოს დამყარებული, როგორც ყველაზე უფრო მყარ საფუძველზე, ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეგობრობაზე, ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ რაღაცა მასალა უნდა არსებობდეს, ასე ვთქვათ, ამ მეგობრობისთვის. პიროვნება უნდა არსებობდეს, ვინც ამ მეგობრობას, ასე ვთქვათ, განახორციელებს, ხორცშია სხამს. თუ ადამიანი თვითონ არის, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად უცოდინარი, გაუნათლებელი, არავის დასამცირებლად ამას არ ამბობ, სწორად გამიგეთ. თუ ადამიანი არ ცდილობს თავისთავად განავითაროს, თუ ადამიანს არ აქვს, ახლა აქ მე იმას ავსაუბრ, არსებობს რამდენადაც მე ვიცი სერვანტესის ბრწყინვალე სიტყვები, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ლათინურის ცოდნა ხელს არ უშლის, რომ ვირებად დარჩნენ. ანუ შეიძლება ადამიანმა იცოდეს ძალიან ბევრი რამ, წაკითხული ქონდეს ძალიან ბევრი რამ, მაგრამ სამწუხაროდ იყოს როგორც პიროვნება ძალიან დაბალი და ძალიან არასანდო დონის. ამიტომაც ჩვენ ახლა რასაც ვსაუბრობთ, ეს არის ის, რომ პიროვნება ავითარებს თუ არა, ამ მხრივ არის თუ არა განათლებული, ანუ განათლებული სინათლეს გულისხმობს ყოველთვის. ანუ არის თუ არა გულწრფელი, არის თუ არა დაფიქრებული, არის თუ არა წინდახედული, შრომის მოყარე, გარკვეული თვისებების ჯამი, რაღაცა მინიმუმი უნდა გააჩნდეს ადამიანს იმისათვის, რომ მან შეძლოს სხვა ადამიანთან ურთიერთობა. ანუ მეგობრობა ეს არის ერთმანეთზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, და მაცხოვარი ამბობს, აყალიბებს თვითონ მეგობრობის თვისებებს. მოწაფეებს უწოდებს იგი რამდენჯერმე, რომ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თქვენ აღარა ხართ მონები, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. იმიტომ რომ მონა მარიცის რას აკეთებს მისი ბატონი, ხოლო მეგობრებმა იციან. ანუ აქ ხაზგასმული არის ერთ-ერთი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი თვისება მეგობრობისა, ის რომ მეგობრებმა თურმე იციან რას აკეთებენ. ანუ მეგობრობა ყოველთვის საქმიანია და მეგობრობა ყოველთვის არის გაზიარებული თურმე ერთმანეთთან, რომ რას ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ და მეგობრობა ყოველთვის არის რაღაცა შეთანხმებაზე დაფუძნებული. იმიტომ რომ ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება იწარმოოს მხოლოდ მაშინ, როცა არის მხარეთა შორის რაღაცა შეთანხმება, რას, როგორ ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ და რისთვის ვაკეთებთ. და როგორ ვაკეთებთ ალბათ კიდევ რის ხარჯზე. ეს რის ხარჯზე, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვითომეტეს წეგანო ამბობდი, რომ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება აბსოლუტურად სხვადასხვა წარმოდგენა ჰქონდეს მეგობრობის შესახებ. არის თქვა ბავშვი და უფროსებს ალბათ ხშირად სინანულით გაგვეღიმება ხოლმე ესეთ სევდიანად, როდესაც ბაღის მოსწავლე გეტყვის, რომელიღაცა თავის თანაბაღელზე 3-4 წლის ბავშვი ვიღაცაზე, რომ ეს ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით. და სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვიცით თუ ამრავი ფაქტი, როგორ დაკარგულან ხოლმე ცალკეული ადამიანები, ეს გუგრის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, დადებით ემოციას, რომ აბსოლუტურად გულწრფელი და აბსოლუტურად სწორია ეს დამოკიდებულება, მაგრამ მეორეს მხრივ გვახსენებს იმას, თუ რა მძიმე ტკივილია უახლოესი ადამიანის დაკარგვა და როგორ მთელი ცხოვრება თან ვიყვება ნებისმიერ ადამიანს იმ დაკარგული საუნაზღაურებლობით გამოწვეული განცდები.
და მაცხოვარი ამბობს, რომ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. იმიტომ რომ მეგობარმა იცის რას აკეთებ, მონამ არ იცის რას ვაკეთებ. რა შეიძლება ვთქვათ, ანუ მეგობრობა ყოფილა ძალიან საქმიანი. და მართლაც თუ ჩვენ მაცხოვრის სიტყვებს მთლიანობაში ვუსმენთ და არ გვავიწყდება რომ მან თქვა ხე ნაყოფით იცნობა, ანუ რა ნაყოფსაც ხე გამოიღებს, ის იქნება, ესე იგი, იმ ხის დამსახურება. თუ ანუ მეგობრობა არ არის ქრისტიანისათვის რაღაცა ავტომატური მოვლენა. მეგობრობა არის მხოლოდ ქრისტეში მეგობრობა და ღირებულებითი ერთობა. და სიკეთისკენ სვლა. თორემ როგორც ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთობა გამოყენებული იყოს ძალიან ცუდათაც. მაგალითად, ახლა არსებობს ხო ცნობილი ზღაპარი ალიბაბა და 40 ყაჩაღი. ანუ მათ აქვთ ძალიან დიდი ერთმანეთისადმი თავდადება, გადასარევი მეგობრობა და ერთგულად არიან გაერთიანებულნი ოღონდ რაღაცა ყაჩაღობაში, რაღაცა უბედურების კეთებაში. და ვხედავთ ჩვენ რომ თავისთავად ვიღაცების ერთიანობა სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს ერთიანობა ღვთის მოსაწონად და რაღაცა სარგებლის მომტანად იყოს ჩათვლილი. და თურმე ამას ჭირდება სწორი ორიენტირი და სწორი მიზანი. რისთვის მეგობრობთ, რას მეგობრობთ, რას ვაკეთებთ. ხშირად ხდება ისეც, რომ მეგობარი ქვია, მაგრამ აი წეღან რაზეც საუბრობდი მე რაღაცნაირად თითქოს გადავდივარ ხოლმე აზრიდან აზრზე, მაგრამ რა არის მეგობრობა? ეს არის ალბათ ერთი მხრივ რეალობის სერიოზული განცდა. და განცდა იმისა, თუ რას ეყრდნობა ეს კონკრეტული ურთიერთობა. როდესაც ადამიანებს რაღაცა მიზეზით ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ, როგორც მეგობრებს. ბავშვობის მეგობრები არიან, ახლა ბიჭები არიან თუ გოგოები თუ ერთი გოგოა და ერთი ბიჭი, არა აქვს მნიშვნელობა. ანუ ძალიან დიდი ესეთი პირადი, მართლა ადამიანური სიყვარული აქვთ და მოყვებათ. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ აი ბავშვობის სენტიმენტებთან დაკავშირებული. რაღაცა მოზარდობა, სკოლის ასაკი, დროსთან ერთად ადამიანს უჭირს მეგობრის შეძენა, ვინმესთვის ნდობის, ასეთი მაღალი ნდობის გამოცხადება და უფრო ეს თანამშრომლობა პარტნიორობის დონეზე რჩება ხოლმე ურთიერთობები. თუმცა მეგობრობა არის თუ სასურველ, მოდით ასე ვთქვათ, დავარქვათ სასურველი თვისებები, რასაც ველით, რომ ხშირ შემთხვევაში წეღან თქვით, რომ ღირებულებითი ერთიანობა ჭირდება მეგობრობას. ანუ მე ვიცი, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, ვინ არის რა, რაღაცაში მასთან თანხმდებით. ანუ შეიძლება თუ არა მეგობრები არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს. აუცილებლად. ნამდვილად თუ მეგობარი არის მეგობარი, ზუსტად იმიტომ არის მეგობარი, რომ შენ გააქვს მასთან იმისი უფლება, იმისი საშუალება, რომ შეცდომა დაუშვა. შეცდომა დაუშვა, არ ეთანხმებოდე, შენიშვნას აძლევდე. ძველ აღთქმაში ესეთი სიტყვებიც კი ამოყვანილი, რომ მეგობრის განმოყენებული ჭრილობა მალე ხორცდება და სწორია. ანუ ოღონდ აქ არის არა ღალატის ჭრილობაზე ლაპარაკი, არამედ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ როდესაც რაღაცაში მეგობარი გამხელს. და ის ხედავს შენში რაღაცა სიგლახეს, რომლის ამოკვეთასაც ცდილობს. და იგი ამ დროს აკეთებს იმას, რომ არაფერ ზედმეტს არ მიაყოლებს. ანუ ის რომ ჭრილობას მოგაყენებს, ის ჭრილობა არის მხოლოდ იმისათვის, რომ შენ რაღაცა სიგლახე, რომელიც შენში ჩახორცდა თუ შენში გაჩნდა, ის იქნეს შენგან მოშორებული. და არა, იმიტომ რომ შენ ჭრილობა მოგადგეს. და ამიტომ ხორცდება ის უფრო სწრაფად და ამიტომ არ არის ის მტკივნეული. როგორც არის თორე. ამიტომ არის რომ აი ნამდვილი მეგობრის თვისება არის ის რომ თუ ადამიანთან მეგობრობ, თუ ადამიანს ენდობი, მასთან უნდა გქონდეს იმისი უფლება, რომ რაღაცაში არ ეთანხმებოდ. მეგობრობის ერთ-ერთი თვისება უნდა იყოს ის, რომ თავისუფალი უნდა იყოს ორივე მხარე ურთიერთობაში. თუ ერთი მხარე მეორეს მომივათ რაღაც აძალებს, რომ შენ ჩემი მეგობარი უნდა იყო, ან როგორც მაპატიოს ყველამ, მაგრამ მეტი ჩარამშობლები ცდილობენ ხოლმე, რომ შვილები ძალით ამეგობრონ. ხომ აი ეს რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში იწვევს ძალიან დიდ დამახინჯებას ადამიანის გონებაში და ალბათ მთლიან პიროვნებაში.
მეგობრობის ერთ-ერთი თვისება უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ზრუნა და თავგანწირვა. ისევ სახარებას თუ დავესესხებით, მაცხოვარი გვასწავლის, რომ იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, ვიდრე მეგობრისათვის, მოყვასისათვის დაწიროს თავი. ანუ თურმე სიყვარულის ერთ-ერთი უდიდესი გამოხატულება ყოფილა მეგობრობა. რაღაცა განსაცდელის ერთად გავლა. რაღაცა განსაცდელის საკუთარ თავზე აღება იმისათვის, რომ სხვა გადარჩეს. წეღანაც ვამბობდი, ყველაფერი ეს შეძლების დაგვარად, ყველაფერს თავისი დონეები აქვს და არ უნდა შეგვეშინდეს, რომ შეიძლება რაღაცას თავისი სიღრმე ემატება დროთა განმავლობაში, მაგრამ მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გრძნობს ვიღაცასთან უსაფრთხოდ თავს. გარდა ამისა, მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ წეღან რასაც ვამბობდი, შენ თვითონ იზრდები. რა არის იცით, რა შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ერთმანეთს? რომ დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია? შეგვიძლია მივცეთ რაღაც კეთილი რჩევა, მივცეთ რაღაცა ფინანსურად დავეხმაროთ, რაღაცა მატერიალური თანადგომა გავუწიოთ, დრო დავუთმოთ, ფიზიკურად დავეხმაროთ, რაღაცა ვაჩუქოთ. ძალიან ბევრნაირი არსებობს ეს დახმარება, მაგრამ ყველაზე მეტი ადამიანმა ადამიანს რა შეიძლება მიცეს, ისა თვითონ საკუთარი თავი. საკუთარ თავზე მეტი ვერ იქნება ვერც სახლი, ვერც კარი, ვერც მანქანა, ვერც დრო, როდესაც შენ მთლიანად გადასცემ ვიღაცას საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე, სიყვარული ყველა საზღვარს ღმარღვევს და აი სიყვარულის გამოვლინება არის მეგობრობა, რომ მე თუ ვიღაცა მიყვარს, მე ვცდილობ გავხდე უკეთესი. იმიტომ რომ მე რა შემიძლია ჩემ მეგობარს მივცე ჩემ თავზე მეტი. მე ვცდილობ მისთვის ვიყო უკეთესი. ერთ დღეს რომ რაღაცაში დავჭირდე, აი ვიყო უკეთესი. შევძლო, დავეხმარო, შევძლო, აი არ ვიცოდი, აი დავჭირდი მეგობარს, ვერ გამოვადექი. დავჭირდი მეგობარს, თქვა, იქ სამეცადინო ქონდა, ვერ ვამეცადინე. რაღაცა მთხოვა რომ სცენარეები დავრგოთ, არ ვიცოდი ეს სცენარეები როგორ ირგვება. მთხოვა რაღაცა დავხატოთ, არ ვიცოდი როგორ იხატება. მთხოვა რაღაცა გავარემონტოთ, არ ვიცოდი როგორ უნდა გამერემონტებინა. ანუ თავისთავად მეგობარზე ზრუნვის და მეგობრისადმი სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება არის საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრი და თვით ასე ვთქვათ აღზრდა, კულტივირება. და თავად ეს კულტურაც და სიტყვა კულტურაც, კულტივირებას მოდის სწორედ კულტიდან, ანუ დახვეწიდან, საკუთარი თავის დამუშავებისგან და თუ ამ ძველ ტერმინს გამოვიყენებთ, კულტი ნიშნავს რაღაცის შეწირვას, რაღაცისათვის თავის გადადებას. ამიტომ მეგობრობის ერთ-ერთი როგორც საპასუხისმგებლო, ისე სასიამოვნო ნაწილი არის განვითარებაზე ორიენტირებულობა. თუ მეგობრები პირიქით, აი წეღან როგორც თქვი, შეიძლება ერთიანობა იყოს, ან ამ ერთიანობის წევრებისთვის, ან სხვებისთვის დამაზიანებელი. ალიბაბა და 40 ყაჩაღი არიან ერთმანეთისთვისაც ქვედამზიდველები და სხვებისთვისაც პრობლემის შემქმნელები. ხო, ყაჩაღები არიან და ერთად ორგანიზებულ დანაშაულს ჩადიან. ვიღაცას რა ვიცი, ამცირებენ თუ ართმევენ და ასე შემდეგ. და ამ დროს თუ მეგობრები ერთმანეთზე ზრუნავენ, რომ მოდი ერთად რაღაცა კარგი გავაკეთოთ. მოდი ერთად ვიფიქროთ. და თუ ჩვენ ვიტყვით, აი მაცხოვარი რასაც ამბობს, ესაა ზუსტად რომ თქვენ იცით მე რას ვაკეთებ და ამიტომაც თქვენ ხართ ჩემი მეგობრები. და თუ ჩემი მეგობრები ხართ, როგორ შეიძლება ერთმანეთის მეგობრები არ იყოთ? იმიტომ რომ თუ ქრისტე არის ჩვენ შორის, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ქრისტეს პრიზმაში. ფილტრავთ, ანუ ერთმანეთთან მიგვაქვს და მოგვაქვს ყველაფერი მხოლოდ ქრისტეს გავლით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ქრისტეს გავლით არ აკეთებს ადამიანი რაღაცას, მაშინ ძალიან მარტივია რომ ძალიან დავაბინძუროთ ყველანაირი ურთიერთობა. და ურთიერთობა იყოს ეგოისტური, იყოს გამორჩენაზე, შურზე, ვიღაცის დამცირებაზე, ცუდად სარგებლობაზე და ასე შემდეგ, აი ამაზე ორიენტირებული. ამიტომაც არის ძალიან ასე ვთქვათ, სწორად მინდა გამიგოთ ეს ყველაფერი ასეთი პრაქტიკული კუთხით კი არ მინდა განვიხილო, მაგრამ საბოლოოდ ის სწორი სულიერი პოზიციონირება პრაქტიკაშიც სწორ შედეგებს იძლევა. იმიტომ რომ
მეგობარი არ იქნება, რა თქმა უნდა, შენი შურიანი, მეგობარი არ იქნება, ვინც რაღაცას მოგპარავს, ვინც რაღაცას დაგიმალავს, რაღაცა შანსი გქონდა და არ შეგატყობინებს. მეგობარი ყოველთვის შენსკენ იქნება. რომც ეშლებოდეს, იგი იქნება აბსოლუტურად გულწრფელი. და ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა, იმიტომ რომ როგორ ვიქნები მე ვინმესთვის სასარგებლო თუ მე თვითონ არაფერი არ ვიცი. ანუ მე ფაქტობრივად ვიქნები ტვირთი ბალასტი სხვისთვის, იმიტომ რომ სულ აქეთ ვიქნები საშველი, სულ აქეთ ვიქნები წამოსაწევი, სულ აქეთ ვიქნები დასახმარებელი, არა, ეს მადლიერების გზნობა ხომ გავალდებულებს იმას, რომ ჩვენც რაღაცა გავაკეთოთ, ჩემთვის რომ ვიღაცამ რაღაცა გააკეთა, მეც გავაკეთო. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ანგარიშიანობა, ეს არის ბუნებრივი განწყობა. ანუ სწორი ის კი არ არის, რომ მე ახლა რაღაცა გავაკეთე და დაგიანგარიშო და ახლა შენ ამდენი რაღაცა უნდა გავაკეთო. პრინციპებზეა საუბარი ყოველთვის, შინა არსზეა აქ საუბარი. აი მაცხოვარი ამბობს სახარებაში ასეთ სიტყვებს, რომ აი პეტრე მოციქული მიდის მასთან და ეუბნება, მოძღვარო, რჯულში წერია, რომ შემცოდეს, ანუ ვინც მე რაღაცას მაწყენინებს, სამჯერ უნდა ვაპატიო. და 7 ჯერ ვაპატიო? კითხულობს პეტრე. ანუ განმარტებლები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში პეტრე მივიდა ქების მოსასმენად. სატრაბახოთ მივიდა. რომ აი ნახე რჯულში 3 წერია და მე 2 ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ პატიების მომხრე ვარ. ასეთი, ანუ სავალდებულოზე 2 ჯერ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ადამიანს ვაპატიო და ამ განწყობით მივდივარ ვინმესთან და მიდის მოძღვართან ამ შეკითხვის დასასმელად და ელოდაო პეტრე, რომ ქებას მოისმენდა მოძღვრისგანო, რომ ეს რა კარგად იფიქრე პეტრე. და ამ დროს მაცხოვარი ეუბნება, რომ არა, 7 ჯერ კი არა, 70 ჯერ 7 ჯერ უნდა აპატიო შენ შემცოდე ძმას. ხო, თუ ჩვენ აქ მხოლოდ ციფრების გაანალიზების, განხილვის დონეზე დავრჩით, რომ ეწერა 3, პეტრემ თქვა 7 და 7 ჯერ 70 არის 490. ხო და ჩვენ თუ ამ განწყობით ვიქენით, რომ ადამიანს 490 ჯერ უნდა ვაპატიო თურმე, ნახე პირდაპირ ქრისტეს მცნება გვაქვს აგერ და ჩვენ თუ ამის არსს ვერ ჩავწვდით და ესეთი რაღაცა ბლოკნოტი გავიჩინეთ, პირადი საქმე, რომ აი ჩემო ძვირფასო, შენ უკვე ბოლო 100 პატიება დაგჩა, 390 პატიება ამოწურული გაქვს და ეს რაღაცა აღნიშნები ვაკეთეთ, ნუ ეს თავისთავად, ანუ რა გამოვა, მაცხოვარმა არა პრინციპის შეცვალა ადამიანური ურთიერთობისა, არა ახალი სივრცე და ახალი სიღრმე გამოაჩინა ადამიანური ურთიერთობისა, არამედ უბრალოდ რაოდენობრივად შეიცვალა რაღაცა, თქვათ იყო ამხელი და გახდა რაღაცა ამხელი. იყო 7 თუ 3 და გახდა 490, ანუ არსი თუ არ შეცვლილა, სინამდვილეში არც არაფერი შეცვლილა ესე იგი. არა და მაცხოვარმა ამ სიტყვებით სიმრავლეზე მიუთითა, განწყობაზე მიუთითა, რომ ყოველთვის გქონდეს განწყობა ადამიანს აპატიო, თუ რა თქმა უნდა იქიდან იქნება შესაბამისი სინანული. სინანულის გარეშე პატიება არ არსებობს, გამოსწორება და აღდგომა არ არსებობს. ამიტომ ეს მეგობრობა ძალიან დიდი რამაა. მაგალითად ჩვენი განსვენებული პატრიარქი ერთხელ ერთ-ერთ ეპისტოლეში თუ ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობდა ასეთ რამეს, რომ დააკვირდითო ზოგჯერ ახლობელ ადამიანთან იკამათებო რაღაცა საკითხზე. იკამათებო ის რაღაცა ერთ პოზიციაზეა, შენ მეორე პოზიციაზე ხარ, იკამათეთ, იმსჯერეთ, გაცვალეთ ეს თქვენი არგუმენტები და შეძელი ის, რომ დაუმტკიცე მას, რომ შენ იყავი მართალი. და აჯობე. თითქოს უნდა გიხაროდესო, ხო, რომ შენ მოიგე. და გძნობ, რომ არ გიხარია. გძნობ, რომ რაღაცა კი აჯობე, რომ აი მე ვიყავი მართალი, პირობითად, რომელი ქვეყანა ესაზღვრება კონგოს. და ის ამბობდა, რომ თქვათ, ესაზღვრება რაღაცა სპილოზვლის ნაპირი და მე ვამბობდი, თქვათ, რომ ესაზღვრება, რა ვიცი მე, ნიგერია, ანუ პირობითად. და გამოვდექი მე მართალი. თითქოს ხომ უნდა გიხაროდეს, რომ შენ უფრო სწორი იყავი. და ამ დროს რაღაცა გწყინს, ხედავ, რომ მეგობარი დაკარგება. იმიტომ რომ არის რაღაცა, კიდევ ვიმეორებ, ის პატარა სიმართლე, რომელიც დიდ სიმართლეს უპირისპირდება. რა თქმა უნდა, აქ არც ერთ შემთხვევაში არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ტყუილს ტყუილი არ ერქვას, შეცდომას შეცდომა არ ერქვას და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ აქ არის ყოველთვის იმ შინაგან სიმყარეზე,
შინაგან სიდიდეზე ლაპარაკი, რომლის გარეშეც ურთიერთობა ვერ ხერხდება, იმიტომ რომ მალე ამოვწურავთ, მალე გამოვლევთ ადამიანები ერთმანეთს. გვინდა არ გვინდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი რეალობა. ჩვენ არა ვართ უსაზღვრო ისე როგორც ღმერთი. ყველას აქვს თავისი რესურსი. და თუ კი ვინმე მოინდომებს, რომ სხვა ადამიანი ზედმეტად დატვირთოს, ზედმეტად გამოიყენოს, როგორც არაჩვეულებრივი თქვა ქართული ანდაზაა რა. სტუმარო დილით ოქრო ხარ, შუა დღეს ვერცხლად იქცევი, თუ ჟამი შეგიგვიანდა, სპილენძად გადაიქცევიო, ხო? ანუ ეს ისეთ სტუმართმოყვარე ერსაც კი როგორც ჩვენ ვართ, აქვს ესეთი ანდაზა. ანუ ყველაფერს აქვს თავი ზომა და წონა. და როცა ადამიანი ცხოვრობს სულიერად, მან ძალიან კარგად იცის, პირად ტყავზე გამოცდილებით იცის, რა ძნელია მაგალითად ენა მოთოკო. რა ძნელია სადღაც იმარხულო. რა ძნელია წყენა ამოიღო გულიდან და ასე შემდეგ. სულიერი აი ამ გაწმენდისა და ცხოვრების პროცესს რამდენი დიდი თუ მცირე ბრძოლა ახლავს თან. სიზარმაცეს მოერიო და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, მე თუ ეს ჩემი გამოცდილებით ვიცი, ხვდები რომ სხვასაც ასევე უჭირს ეს. სხვისთვისაც არ იქნება ეს ადვილი. ესე იგი, ყველას ჩვენი რაღაც მიდრეკილებები გვაქვს, ვიღაცა უფრო მგზნებარია და ვიღაცა უფრო ძალიან ფლეგმატიკია, მაგრამ მთლიანობაში ყველა ადამიანია და მე თუ მიჭირს გავჩუმდე სადღაც, ალბათ სხვასაც ასე უჭირს. და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ ყოველთვის რატოა მნიშვნელოვანი, რომ აი მეგობრებს შორის მესამე იყოს, ასე ვთქვათ, ქრისტე. მეგობრებს შორის არავინ არ უნდა იყოს, ისევე როგორც მეუღლეებს შორის, როგორც არც ერთ ურთიერთობაში არ უნდა იყოს არავინ მესამე. ერთადერთი ვინც უნდა იყოს თანაც აუცილებლად, რომ ურთიერთობა მართლა კარგი ურთიერთობა იყოს, ეს არის ქრისტე. იმიტომ რომ მის გარეშე ჩვენ აუცილებლად დავინგრევთ. მის გარეშე ჩვენ რაღაცა ერთ ვიწრო მონაკვეთზე ჩავიკეტებით, ჩავიციკლებით და ვერ შევძლებთ დავინახოთ ცხოვრება მთლიანობაში. ვერ შევძლებთ ადამიანს რაღაცა ლაპატიოთ, ერთად გადავლახოთ რაღაცა განსაცდელი, ურთიერთარ სიმძიმე ვიტვირთოთ, პავლეცხომ ამას გვასწავლის პავლე მოციქული, თქვენ ძლიერებს გავალიათ სუსტების უძლურებების ტვირთვა. რაღაცო ხარ მაშინ ძლიერი. თუ შენ არავისას არაფერს არ იტვირთო. რაღაცო მოგეცა რაღაცის საშუალება. აი თქვათ ერთმა ადამიანმა მაგალითად ვარჯიში გაატარა თავის დრო და ძალიან ფიზიკურად ჯანმრთელია. და ტვირთი გვაქვს წასაღები და ჩემზე მეტი ტვირთის აღება მას შეუძლია. და არ დაივალდებულოს თავი, რომ შემიძლია და რატო არ მოგეხმარო. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი მან დაიკიდოს, მაგრამ რამდენადაც შეძლებს ხო დახმარებას. მაგრამ ამ დროს თქვათ ისევ აი ამ მძიმე ტვირთით მივდივართ და გზაზე შევხვდა კიდევ სხვა ადამიანი, რომელიც უცხო ენაზე გვესაუბრება. და არც ერთმა თქვათ ეს უცხო ენა არ ვიცით. და აგერ მესამე ადამიანმა იცის და მან არ შეიწუხოს თავი იმაზე, რომ მე ვიცი ეს უცხო ენა და მე შემიძლია ვიყო თქვენი თარჯიმანი. ან ყველას რაღაცა მოაქვს ამ საერთო ჯამში, საერთო გობში, სალაროში. ან მეგობარი ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ერთი ჯამიდან ჭამ, არამედ იმას, რომ ერთ ჯამშიც დებ რაღაცას. ანუ ერთადაც შრომობ, ესე იგი. აი ესეთი არაჩვეულებრივი დარიგება აქვს, თუ სწორად მახსოვს იოანე ოქროპირს. ძალიან საინტერესო დარიგება აქვს და ძალიან საშიში. მე აქვე თავშივე ვამბობ, რომ ძალიან საშიში თუ ადამიანი სწორად არ გაიგებს ამას. იგი საუბრობს სინანულისა და პატიების შესახებ, ერთ-ერთი ვრცელი ქადაგება აქვს. დიდი ხნის წინ მაქვს საკითხული და ზუსტად ამ ქადაგების სათაური მაპატიეთ და ვერ გეტყვით. და იგი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ დასაწყისში ლაპარაკობს იმაზე, რომ როგორი მნიშვნელოვანია ეს პატიება, როგორი მნიშვნელოვანია შენდობა, შენდობის თხოვნა, აღსარების თქმა, გულში არაფრის დატოვება, გულის და ასე ვთქვათ, შინაგანი სამყაროს გასუფთავება, მოწესრიგება. დიდი ვრცელი შესავალია და მე არის ძალიან საინტერესო ფრაზა ჩართული. ამბობს იოანე სოფლიო მოძღვარი ასეთ რაღაცას. ერთმანეთს არ უთხრათ თქვენი ასე ვთქვათ ცოდვები იმისათვის, რომ არ დაკარგოთ შემდეგი ასე ვთქვათ
შემდგომ გასაკეთებელი სიკეთეების უფლება. ჩემი სიტყვებით ვიტყვი. ნახეთ? მთელი დასაწყისი ქადაგებისა საუბარი არის იმაზე, რომ არ უნდა დავმალოთ და ერთმანეთთან უნდა გქონდეს გულწრფელი და პატიოსანი ურთიერთობა და თუ მე შემეშალა რაღაცა, უნდა მოვიდე და გითხრა რომ მე შემეშალა და ჩემ ბრალი იყო და მე არ გავითვალისწინე და არ უნდა გავხადო რაღაცა ესეთი საიდუმლო თუ მანდეს უნდა შევინახო, მაგრამ რაც არაა გასასაიდუმლოებელი, პირიქით არ უნდა ოქროს ზომიერებაა რა ყველაფერი. აქ რაზე ლაპარაკობს ივანე? ერთმანეთს არ უთხრათ თქვენი სისუსტეები, თქვენი ცოდვები, რომ არ დაკარგოთ შემდგომ გასაკეთებელი სიკეთეების უფლება. რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს ზუსტად ამ ხანგრძლივ ურთიერთობას. რომ შეიძლება ცხოვრების რაღაცა ეტაპზე ადამიანს სხვადასხვა მიზეზების გამო პირადი თუ გარედან ჩაგონებული თუ განგებ ვიღაცის შურით გამოწვეული დიდი პრობლემები ქონდა მენტალური, სულიერი, პრაქტიკული, რა ვიცი. მოდიოდი ვთქვა და გპარავდი მუდმივად რაღაცას ჩანთიდან, ფულს გაცლიდი. შენ ამას ხვდებოდი, ვერ ხვდებოდი, ვინ აკეთებდა არ იცოდი. მაგალითად, რა თქმა უნდა, ღმერთმა ყველა დაგვიფაროს. დავდიოდი და ჭორებს გიყრიდი. მეგობრები გვერქვა და რაღაცა ძალიან ცუდი თვალით გიყურებდი, შურდა შენი. და ასე შემდეგ. და ერთ დღეს ღმერთმა მომცა მადლი, დავფიქრდი და დავიწყე ფიქრი იმას, რას ვერჩი ადამიანს, რატომ შურს, რატო წამებ ცილს, რატო პარავ რაღაცეებს, რატო უფუჭებ პირად ნივთებს, რატო უზიანებ ცხოვრებას, რატო აი ადამიანის სიკეთის მეც არაფერს არ მიკეთებს, რა მინდა ბოლო-ბოლო. და მივდივარ და ვეუბნები ადამიანს, რომ აი ძალიან დიდი ბოდიში. მე შენ კი ყოველთვის ასე კარგად მეკცეოდი, მაგრამ მე აი შენ არ გიყურებდი პატიოსანი თვალით, თქვათ. იქ არასწორი იქ შეიძლება სქესობრივი ლტოლვა იყოს, არასწორი შეიძლება საქმიანი ურთიერთობა იყოს, უამრავი რაღაცა, რაც არ არის სწორი და არ არის კარგ გზაზე წამყვანი. ეს ვისი მხრიდანაც გნებავთ, გინდათ იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა არანაირი. თითქოს და რა, რაღაცა დოზით, როგორც წამალი, თავისი დოზით წამალია, გადამეტი შხამია. და ზოგიერთი შხამია, მაგრამ თავისი დოზით წამალია, რა. ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც შეიძლება ადამიანმა აბსოლუტურად გულწრფელად მოინანია რაღაცა თავისი შეცდომა, რომ შურდა შენი, რომ გაბრალებდა რაღაცეებს, რომ გიფუჭებდა რაღაცეებს. და იმდენად გულწრფელია მისი სინანული, რომ აი მთელი ცხოვრება უნდა რომ ამ ჩადენილი დანაშაულების გამოსწორებაში გაატაროს. მაგრამ შენ ვერ გადალახო უკვე, შენთვის იყოს ეს იმდენად მძიმე სულიერი ტვირთი, რომ როგორ მიყვარდი, როგორ გაფასებდი, როგორ ჩემიანად მიმაჩნდი და თურმე შენ რა თვალით მიყურებდი, როგორ მეკცეოდი, რას მიპირებდი და ასე შემდეგ და ამის გამო შენ კი შეიძლება უკვე ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო ჩემი. ყველაზე დიდი მოყვასი იყო, საუბრობ საუკეთესო შემთხვევაში. ყველაზე თავგამოდებული იყო იმისთვის, რომ თუ რამე დაგიშავებია 10 იმდენი კარგი გინდა ჩემთვის გააკეთო, მაგრამ უკვე მე აღარა ვარ ამისი მიმღები. მე არ გამოვდექი შეიძლება სულიერად ისეთი ძლიერი, რომ გადავლახო შენთან ერთად ეს ყველაფერი. და ამიტომაც უარს ვამბობ, ფაქტობრივად შენს გაკარგინებ შემდგომი სიკეთეების კეთების უფლებას. ამიტომ აი ეს ოქროს ზომიერება, რასაც ეს დიდი მსოფლიო მოძღვარი ეს ორდენი კი არ არის რომ ვინმემ გადასცა, მან სწორედ აი დიდი ადამიანური სიღრმეების დანახვით და საღვთო სინათლეზე განხილვით დაიმსახურა ეს სახელი, როგორც უამრავმა სხვა წმინდა მამამ, რომლებიც ბრწყინვალედ იცნობდნენ ადამიანის ბუნებას, რომელიც ნამდვილად არ იცვლება იმის მიხედვით ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ მე-1000-ში თუ პირველში. ადამიანი ისევ ადამიანია, ადამიანს ისევ უხარია, ისევ წყინს, ისევ იმედი აქვს, ისე სასოწარკვეთილია და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩვენ ამ ზოგად და მარადიულ ადამიანურ დეტალებზე გვაქვს საუბარი. ამიტომაც მეგობრობა სჭირდება აი პიროვნული განვითარება. ჩვენ ყავდა ერთი არაჩვეულებრივი ლექტორი,
თქვენ ნებართვით არ დავასახელებ მის სახელს, ძალიან უყვარდა ხოლმე ასეთი ფრაზის თქმა, რომ მუხას ვერ დარგავთ ქოთანში ბატონებო. რატომ? დარგავ ახლა მუხას. ერთი დარგული მუხა, სხვა შორის თურმე ძალიან მარე ლპება, ვერ ცოცხლობს დიდხანს. მიუხედავად იმისა, რომ წესით მუხა მრავალწლიანი და საუკუნოვანი ხეა, ხელოვნურად დარგული მუხა ვერ ხარობს. შეიძლება მალე გაიზარდოს, მაგრამ მალე დალპება. აი თავისით რაც ამოდის, ის არის მუხა. და გარდა ამისა, რომ ხარობდეს, დიდი ხეა მუხა. და აი ქოთანში ვერ ჩაატევ. მოცულობა არ ყოფნის. არ ყოფნის მოცულობა. ჩარგე, მაგრამ მე გადაყირავდება. ფეხზე ვერ დადგება ეს მუხა. ვერ გაიზრდება. აი ამაში ამოხდება სული ამ პატარა რაღაც აქ შეიძლება გქონდეს რაღაცა ნერგი, რომელიც მე აუცილებლად დიდ რაღაცაში უნდა გადარგო და დიდ სივრცეში გადაიტანო. ანალოგიურად არის ალბათ ისეც რომ ჩვენ როცა გვინდა ვისაუბროთ დიდ მეგობრობაზე, მართლა მეგობრობაზე, რომელიც წლები მიყვება ადამიანს და გვინახავს ჩვენ არაჩვეულებრივი მეგობრების და ღმერთმა ბევრი გვანახოს მაგალითი, როცა ბერდება ხალხი ერთად, აი დაბადებიდან, რო იტყვიან, ბევრი ადამიანი ერთ სამშობიაროში რო გაჩნდა, ბაღი, სკოლა, სტუდენტობა, რა ვიცი, რა არ გაიარეს და დაბერდნენ მართლა ერთად, როგორც მართლა საუკეთესო მეგობრები. ასეთების ბევრი არიან, ახლა მე არ მინდა ესეთ პესიმისტური განწყობა შექმნა. როგორ არა ხო? უამრავი ძალიან კარგი და ძალიან ღირსეული მეგობარი არსებობს და ზოგადად ადამიანი ალბათ მთლიანობაში მეგობრული არსება. უმეგობროდ მას არ შეუძლია. მაგრამ აი ზუსტად აქ არის ის მაგრამ რომელზეც უკვე ვსაუბრობდით. თუ ადამიანი პირადად არ ვითარდება, პირადად არ შრომობს, პირადად არ იწმინდება, ხომ აუცილებლად ჩვენ დავინგრევით, ან სხვას დავანგრევთ. როგორც ვიღაცის გადასარჩენად მისულმა კაცმა შეიძლება თვითონაც თავი დაკარგოს და თვითონაც დაიხრჩოს. იმიტომ რომ ის მას ჩაითრევს სადღაც. და ამიტომაც ეს საზომი არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი. აი ცოტა შეიძლება გაურკვევლად საუბრობ დღეს მაპატიეთ ამისათვის, მაგრამ აი საზომი მეგობრობის არ უნდა იყოს რომ მე ასე მინდა, შენ ასე გინდა. თუ ჩვენ საზომად ვაქცევთ ქრისტეს, რომ რა არის ქრისტიანული მეგობრობა, რომ სისუფთავე, რაღაცა მაღალი იდეალების მსახურება. როცა ვიღაცა გიყვარს, მათ შორის მეგობარი, გინდა ხო რომ სულ მასთან იყო, ახლოს ყავდეს. და როცა ჩვენ გვაქვს მარადიული ცხოვრების აღთქმა. ერთი პირდება რომ ჩვენ მოველით მრწამსში, ყოველ დღე ვამბობთ ხო მართლმადიდებლები მრწამს, არის სიტყვები. მოველით ცხოვრებასა მე მისა მის საუკუნესას. წარმოიდგინეთ ახლა რომ ჩვენ გვინდა რომ ერთად ვიყოთ და თუ ჩვენ გვინდა რომ მარადისობაში ერთად ვიყოთ, ესე იგი ერთად იმ მარადისობის კანონებით უნდა ვიცხოვროთ, ხო? იმიტომ რომ აქ თუ სხვადასხვანაირად ვიქცევით, აუცილებლად აღმოჩნდებით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მატარებელში, სხვადასხვა ბანაკში. რა გვაერთიანებს? რა გვაერთიანებს, როგორც ერს, როგორც ადამიანებს, ისე მართლა მეგობრებს. და მეგობარი არის ხშირად ღმერთთან ურთიერთობის, აი ადამიანურ ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხატულებაც, იმიტომ რომ უფალი აი ახალ აღთქმაში წერია იაკობ მოციქულის ძალიან ძვირფასი და სამოძღვრო სიტყვები, რომ თუ კი შენს ხილულ ძმას არ სცემ პატივს და არ ზრუნავ მასზე, დარგჯერა მისი, როგორ დაიჯერებ, როგორ დაგიჯერო მე, რომ შენ თურმე უხილავი ღმერთი გიყვარს და მასთან გაქვს დალაგებული ურთიერთობა, როცა აგერ ხილულთან ვერ მოწესრიგებულ ხარ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, აგერ არის ხილული ადამიანი, რომელსაც ეხლა ჭირდება რაღაცაში მიხმარება, ჭირდება რჩევის მიცემა, ჭირდება უბრალოდ მოსმენა შეიძლება. უბრალოდ მოსმენა მეტი არაფერი. ცხოვრების რაღაცა ეტაპზე. უბრალოდ დროის დათმობა. და ეს რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ ამ დროის დათმობით ჩვენ თან რა არის იცით, ყველასთან ხო ვერ იტყვი რაღაცას. ამიტოა რომ მოძღვარი აუცილებლად უნდა იყოს ადამიანის მეგობარი. ოღონდ მეგობარი როგორი იცით, როცა ადამიანი მიდის მოძღვართან და მე ბევრი მინახავს ასე და ყველა მოძღვარს ბევრი უნახავს ასეთი, ადამიანი მიდის გესაუბრება და აო ესა და ეს მოძღვარი ჩემი მეგობარია. ოღონდ მეგობარი, როგორი მეგობარი იცით, ადამიანი იმას კი არ ცდილობს, რომ იმაში მიებაძოს, თქვათ, მოძღვარს და იქით წავიდეს საითკენაც ამ მოძღვრის მსახურება, ანუ ქრისტეში განვითარებისკენ, სიწმინდისკენ, ღირსების.
თავისკენ ცდილობს ჩამოათრიოს. აი ღვინო ვაჩუქე, აი სადღაცა ერთად ვიყავით წასული, აი არა, ანუ პირიქით, შენ კი არ მიდიხარ, ესე იგი მაღლა. ეს არის რაღაც, არ ვიცი ამას რა უწოდო. მთელი გულწრფელობის მიუხედავად, ხშირად ეს შეიძლება იყოს ხოლმე რაღაცა ოროსნის ფსიქოლოგია, ასე ვთქვათ, როცა იმას კი არ ვცდილობ, რომ შენ გახდე ფრიადოსანი. ფრიადოსანს ეუბნები, რომ მოიცა რას მეცადინეობ რა. ის გინდა გახადო შენნაირი და სიგლახეში გინდა გაერთიანდე და არა უკეთესობაში. და სხვათა შორის წირვის დროს ისმის ეს სიტყვები ძალიან საინტერესოა. ჩემი აზრით, ირიბად მეგობრობას, ანუ ადამიანების ერთმანეთზე ზრუნვას კარგად ეხმიანება. რამდენჯერმე ვისმენთ ხოლმე, კვერექსები არის ესეთი ლოცვითი მუხლების ერთობლიობა, ღვთისმსახურების განმავლობაში, როდესაც გარკვეული სათხოვარები არის ესეთი გეგმაზომიერად ჩამოყალიბებული, რისთვის ლოცულობთ და რისთვის ვიკრიბებით ერთად ზოგადად საეკლესიო ლიტურგიული შეკრებების დროს. მე აი ამ კვერექს საბოლოებს სიტყვები მუხლი, რომელშიც არის ასეთი სიტყვები, რომ თავნი, თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედროთ. ანუ ნახეთ რა იგულისხმება, რომ ჩვენი თავები ვანდოთ ერთმანეთს, ანუ გვქონდეს ადამიანებს ერთმანეთის ნდობა, მაგრამ ყველა ერთად უნდა ვენდოთ ქრისტეს. ანუ აქ უნდა გავერთიანდეთ და ერთად მერე წარდგეთ ღვთის წინაშე. და ეს ერთობა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია სწორი მართლა მეგობრობის გარეშე. წეღარ როგორ ვთქვით, მეგობრის მოვალეობა არის ის, რომ გამხელდეს, მეგობრის მოვალეობა ის, რომ შენ მოგცეს უფლება რაღაცაში მას არ ეთანხმებოდე. სხვა მხრივ ეს იქნება რაღაც ტოტალიტარიზმი და ეს არ იქნება უკვე ის თანასწორობა, რომელიც ნამდვილ მეგობრობას უნდა ახასიათებდეს. ისევ იაკობ მოციქულთან წერია, რომ იაკობ მოციქულთან ახალი აღთქმის ეგრეთ წოდებული სამოწრო კათოლიკე ეპისტოლეების ავტორთა შორის იგი პირველია და მას უწერია, რომ აბრაამმა ირწმუნა ღმერთი და იგი უფლის მეგობრად იწოდა. ანუ უფლის მეგობრობა ძველ აღთქმაშივე აბრაამთანვე იწყება რითი? იწყება იმითი, რომ იგი იჯერებს ღმერთის ნათქვამს. და აი ამ ნათქვამში წესრიგდება და ერთიანდება უკვე აბრაამი და მისი ცხოვრება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წეღარ როგორც თქვი, რომ თუ ჩვენ თავარ მეგობრად, როგორც უფალმა გითხრა, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, იმიტომ რომ მონამ არ იცის რას აკეთებს ბატონი თუ სხვა და მეგობარმა იცის, მეგობარმა უნდა იცოდეს თავისი მეგობრის მდგომარეობა. აი კითხვა, რომელსაც ძმის პირველ მკვლელ კაცს კაინს უსვამს ღმერთი, რომ კაინ სად არის შენი ძმა? და კაინ რას მასხობს? მე რა ვიცი, მე მაგის პატრონი კი არა ვარ, მე მაგაზე მზრუნველი კი არა ვარ. ხო, ანუ აი ეს ზუსტად ძალიან ეხმიანება იმას, რომ ადამიანს უნდა ცნობდეს, როცა მასთან რაღაცა პასუხისმგებლობას ინაწილებს. მაგრამ მეორე მხრივ, ზუსტად აი ამ კულტურის ნაწილია ის, რომ აძლევდე ადამიანს საშუალებას ჰქონდეს პირადი დრო და პირადი სივრცე. უამრავი ურთიერთობა, უამრავი ოჯახი, უამრავი სანათესაო მაპატიეთ, უამრავი სამსახური თანამშრომლები, კოლექტივი დაშლილა, დაშორებიან ერთმანეთს, გაფუჭებულა, დაუკარგავთ ადამიანებს ერთმანეთი, მხოლოდ ამ უკულტურობის გამო. უკულტურობა ქვია ამას. უტაქტობა და სამწუხაროდ უზრდელობას ხშირ შემთხვევაში, როცა ერთი ადამიანი მეორე ადამიანს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ჰქონდეს მას პირადი სივრცე, პირადი დრო და შეიძლება ერთ სახლში ხდებოდეს. პატარა ერთოთახიან სახლში. საერთო საცხოვრებელში, იტალიურ ეზოში არა აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ძალიან ერთად ცხოვრობდეს ხალხი, მაგრამ პატივს ვცემდე იმას, რომ ვიღაცას ცოტა ხანი უნდა იჯდეს და ჩუმად წიგნს კითხულობდეს. და მე ამ დროს მაგალითად არ ჩავრთო მაგნიტოფონი. თუმცა იმანაც რაღაცა დროის მერე მცეს პატივი და მეც მომცეს საშუალება, რომ ცოტა ხანი მე მოვუსმინო ახლა მუსიკას. ანუ აი ეს რომ იტყვიან ხოლმე ესე გლეხურად ჯერ გაყოფა უნდა ისწავლო და მერე გამრავლებაო, აი ეს ძალიან ეხება მეგობრობას და ადამიანურ ურთიერთობებს. თუ შენ არ იცი, აი ინტელიგენტი, ასე ვთქვათ, კულტურული ადამიანი ზუსტად ამითი განსხვავდება უკულტუროსგან. ერთ-ერთი მახასიათებელი, რომ მან იცის საკუთარი თავისათვის საზღვრების დაწესება. მან იცის
რითი შეიძლება დაკმაყოფილდეს და იგი არ არის ხარბი. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობაში დამაზიანებელი იქნება ყველაფერი, რაც ცუდია, რაც არაღვთისნიერია. მათ შორის ის სიხარბეც, მათ შორის ის პატივმოყვარეობაც და ბრძანებლობის მოყვარეობაც და ასე შემდეგ. და მე როცა ადამიანს დავკარგავთ ხო და ურემი რომ გადაბრუნდება, მე ძალიან ძნელია ვიღაცის დაბრუნებაზე და ამ შემდეგ სინანული და ფიქრი. ჩვენც უნდა ვეცადოთ რომ არ დაგვემართოს ისე, როგორც მაცხოვარი გვაფრთხილებს თვითონ ახალ აღთქმაში, რომ ამ სოფლის მეგობრობა ღვთისმტრობაა. რადგანაც თუ ჩვენ ამ სოფლიური საზომებით მივუდგებით, აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ვიღაცა უნდა გამოიყენოს, ძალით უნდა იმეგობროს ვიღაცასთან, იმიტომ რომ თურმე ის პრესტიჟულია, ან ვიღაცა ლამაზია თუ ვიღაცა ისეთია თუ ასე თანამდებობის პირია თუ რაღაც. ამ დროს ეს ჯერ ერთი არასოდეს არაფერ კარგს არ მოიტანს, იმიტომ რომ ტყუილს არ შეუძლია რაღაც კარგის შექმნა. ტყუილს ხოლმე გაფრჩება შეუძლია და მეორე მხრივ თავად იმ ადამიანს ახასიათებს ძალიან ცუდად, რომელმაც თავის-თავი გაყიდა და თავის-თავი დაახურდავა რაღაცის გამო. შეიძლება ადამიანთან ვერ მოახერხო ყოველდღიური ურთიერთობა, მაგრამ იყო უდიდესი კეთილის მსურველი და უდიდესი ერთგული იმ ადამიანის. უბრალოდ ობიექტურად არ ხერხდებოდეს რაღაცის გაკეთება და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ის კეთილგანწყობა და მეგობრობა დაკარგული აქვთ. მაგრამ ამას ჭირდება უკვე წეღან როგორც თქვი, ქოთანში ის რომ მუხას ვერ დარგავ. ანუ უნდა გქონდეს რაღაცა შენი პიროვნული მოცულობა. მაცხოვარი როგორც გვასწავლის, მკურნალო განიკურნე შენი თავი. ყველამ უნდა იმუშაოს თავის თავზე, რომ გაიზარდოს. ყოველ ადამიანს აქვს თავისი მოცულობა. უსაზღვრო არის მხოლოდ ღმერთი. არის ადამიანი წყალებში, ესეთ შედარებას მოვიყვანო. 5 ლიტრიანი, 10 ლიტრიანი, 100 ლიტრიანი, ტონიანი. ოღონდ ეს ჩვენი ზომა სულ იცვლება. ერთ დღეს შეიძლება 100 ლიტრიანი ვიყოთ, მეორე დღეს 500 ლიტრიანი, მესამე დღეს ლიტრანახევრიანი. ძალიან ესეთი მოქნილი არსებები ვართ, ხან ძალიან მეწვრილმანეები ვართ, რაღაცა ცოდვაში ჩავხდებით და ჩავიკეტებით, აი ამ ხელები გავხდებით, მერე უცებ გული გაგვითბება და მთელ მსოფლიოს შევიყვარებთ ისევ. სულ იცვლება ჩვენი ზომა, მაგრამ არ არსებობს არც ერთი წამი ადამიანის ცხოვრებაში, როცა ჩვენ რაღაცა ზომა არ აგვაქვს. უზომო და უსაზღვრო არის მხოლოდ ღმერთი. და ამიტომაც თუ ადამიანი ცდილობს, რომ მან შეინარჩუნოს რაღაცა სტაბილური ზომა, ეს უკვე მისი პირადი ღვაწლია და მისი პირადი მცდელობაა იმისა, რომ იგი იზრდებოდეს და არ პატარავდებოდეს. და რაც უფრო მეტად დაეტევა ადამიანში ღმერთი, მით უფრო შეძლებს ადამიანი შეიყვაროს სხვა ადამიანებიც, რადგანაც მხოლოდ ღმერთის გავლით შეიძლება შეიყვარო ცოდვილი, შეიყვარო მტერი, რაც ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი მცნებაა გასაგებია ახალი აღთქმისას არა და ჩვენია და ამას ვერსად ვერ წაუვალთ და მხოლოდ ღმერთის გავლით შეიძლება გულმოდგინეთ ილოცოთ თუნდაც უცნობ ადამიანზე, იმიტომ რომ იცი რომ ის ღვთის გულისთვის გასაკეთებელი და ის ადამიანიც ღმერთის გაჩენილია და იმ ადამიანისთვისაც გაეკრა ქრისტე ჯვარზე. ამიტომაც, როდესაც ესეთი მთლიანობის განწყობა აქვს ადამიანს და მთლიანობაში ხედვას, მთლიანობაში დანახვას, ამ წუთის სოფლის შორს და მომავლის პერსპექტივით, მარადისობის პერსპექტივით დანახვას სწავლობს, იგი რა თქმა უნდა იმ მიმდინარე განსაცდელებსაც სხვანაირად ლახავს, ან საერთოდ არ შედის განსაცდელში. თორემ ტყუილად არ წერია მამაოჩვენოში სიტყვები, ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელს. იმიტომ რომ არავინ არ იცის და ნურავინ ნუ დაიტრაბახებს, ვინ როგორ მოიქცევა განსაცდელის დროს. ყველაზე მამაცი როგორ სიმხდალეს გამოიჩენს და ყველაზე უჩინარი ადამიანი როგორ ივაშკაცებს რაღაცა შემთხვევაში. არავინ არ ვიცით ვის აჯობებს, ვინ დაიბნევა, ვინ ძალიან მაღალ ორგანიზებული იქნება და შემდეგ. თავარი არის რომ ღმერთო ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელს, ანუ გვაცხოვრე სიწყნარეში, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება ან რაღაცა ავაშენოთ, ან რაღაცა გავაკეთოთ. ჩქარა კარგი საქმეები არ კეთდება. სირბილში ვერ დახატავ ვერაფერს, გაქცეულია, დაჯდე მაგიდასთან ან მოლბერტთან და რაღაცა დახატო. ვინმე მოგკითხავს რომ აქედან 5 კილომეტრი უნდა ირბინო და ამ სირბილის განმავლობაში უნდა დახატო რაღაცა. წარმოუდგენელი. როგორც წყლის ზედაპირი უნდა იყოს წყნარი, რომ იქ რაღაცის დანახვა არ ეკლა შეძლო. ის თუ ამღრეულია, ვერანაირ გამოსახულებას წყლის ზედაპირზე ვერ დაინახო.
ჩვენ როგორც ჩვენ საკუთარ თავს, ისე ღმერთს და ისე ცალკე პიროვნებას უნდა ვხედავდეთ ყოველ ადამიანში, იმისთვის რომ მასთან პატივისცემითი ურთიერთობა შევძლოთ და ამითი შევძლოთ, რა თქმა უნდა, საკუთარი რწამსის გაცხადება, კონსტატაცია მოვახერხოთ. იმედი მაქვს, რომ რაღაც სასარგებლო მაინც ითქვა თქვენთვის და ჩვენი მსმენელებისთვის. გმადლობთ ყველას ყურადღებისთვის, თუ რამე კითხვა იქნება ან მოსაზრება, სიამოვნებით მოგისმენთ, გავიზიარებთ და ვიფიქრებთ თქვენთან ერთად. მადლობთ.